თქვენი აზრით რა ფასი აქვს ბრიტანეთის სანქციებს? ძალიან სერიოზული ფასი აქვს, ჩემის აზრით, მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს სანქციები კონკრეტულ, ესე რომ ვთქვათ, შედეგებზე გადის, ხო? ეხლა ესენი კი ამავე ფასი არა აქვს და 1000 სისულელეებს ბოდავენ, ეჭვი მაქვს, რომ უბრალოდ არც იციან, ხო, რა რეაქცია მისცენ და საქციელ წამხდარი ბავშვები, რომ ფეხების ბაკუნს იწყებენ, აი, ჯერჯერობით ამ ეტაპზე არიან. ანუ ჯერ ტკივილი არ უგრძნიათ, რასაც ქვია, მაგრამ უკვე კარგად იგრძნო ბიზნესმა და ესენი ახლა გარკვეულ გადაჯგუფებებს დაიწყებენ, ხო? მე ვფიქრობ, ბევრ მათგანს გაეხარდა კიდევაც, იმიტომ რომ რეალური მიზეზი გაუჩნდა, რომ აი წიხლით რო ერეკებიან იმედში რეკლამის მისატანად, რაღაც ფულის მისატანად, ეხლა გაუჩნდათ მიზეზი, რომ ეს აღარ გააკეთონ, ხო? ეკონომიას გააკეთებენ გარკვეულწილად, ხო? ეს გულისხმობთ ქართველ ბიზნესმენებს, რომლებსაც რეკლამა ქართველ ბიზნესმენებს, რა თქმა უნდა, ეხლა ხო ვიცით, როგორც ერეკებიან, რომ იქ იმედში და პოსტივიში ფული მიიტანეთო, ხო? ნუ ეხლა ეტყვია, რომ რა ვქნათ, ეხლა პირდაპირ გეტყვით, რომ ეს სანქციები, ანუ დღეს სხვა უკვე საქართველოს ბანკმა და TBC-მ მინიმუმ უნდა დახურონ ანგარიშები იმედის და პოსტივის და არა მხოლოდ ანგარიშები უნდა დახურონ, ხო, იქ სხვა პროცესებსაც ექნება ადგილი, ნებისმიერი სახელშეკრულებული ურთიერთობები ამ კომპანიებთან თუ ბრიტანეთის იურისდიქციის არეალში რომელიმე კომპანია მოხვედრილია მათ ეკრძალება და ძალიან სერიოზული რისკის ქვეშ დგებიან, მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი აი ფულის მიმტანი კომპანიის კომპანია რეგისტრირებული, ანუ დამფუძნებლები რეგისტრირებულები არიან ოფშორულ ზონებში და ოფშორული ზონების უმრავლესობა ბრიტანულ იურისდიქციაში არის მოხვედრილი და ნუ ეხლა დაარჩენი ეხლა თქვენ გამოთვალეთ რა შეიძლება ამას ყველაფერს მოყვეს, ხო? ამ სანქციების ერთ-ერთი პუნქტი პირდაპირ ამბობს, რომ სანქცირებულ კომპანიებთან ნებისმიერი სახელშეკრულებული ურთიერთობა არის დასჯადი. ნებისმიერი სახელშეკრულებული, ნებისმიერი ფორმით, ხო? იმ კომპანიებს ეხება, რა თქმა უნდა, ვინც ბრიტანეთის მარეგულირებლის იურისდიქციაში ხვდებიან და მე ეჭვი მაქვს, რომ უმრავლესობა კომპანიების, რომლებიც რაღაც რომელსაც კომუნიკაცია ჰქონდათ იმედთან, ზუსტად შემხებლობაში არიან აი ესეთ იურისდიქციასთან. ეხლა გორდულაძე და ესენი რას ბჟუტურებენ, რომ თითქოს იქ ბადრი, ანუ ბრიტანეთს დააბრალეს ჯერ ბადრის მკვლელობა. მოდით, მაშინ ჩვენი მაყურებლებისთვის წავიკითხავ, რა დაწერა არჩილ გორდულაძემ. იმედი იმ ქვეყანამ დაასანქცია, რომლის საზოგადოებრივ მაუწყებელმა კამიტის თემა შეცვლა. დღეს როგორც არასდროს ნათელია, რომ იმედი სწორედ გარე ძალების დავალებით დაარბიეს და მიიტაცეს ნაცებმა. ანუ 7 ნოემბერიც ბრიტანეთს დაბრალდა. აი, ეს გორდულაძე, ხო, ეხლა ეს მე პერსონაჟი. და პლუს ამბობს, რომ ახლა შემსრულებელი აღარ ყავთ და თავად დაარტყეს. მიუხედავად იმისა, რომ გული საერთოდ არ აწუხებდა, პატარკაციშვილიც ბრიტანეთში გარდაიცვალა გულით. ანუ 7 ნოემბერის და ბადრის მკვლელობას ბრიტანეთს დააბრალა ეგრევე. აი, ეს არის კარიკატურული პერსონაჟი, პირდაპირ გეტყვით, ხო? საიდან ამოქექავენ ხოლმე ამ ხალხს, ვერ გავიგე. წარმოდგენა არა აქვს, რა მოხდა 2007-ში, 2008-ში იმედში, ხო? იმედში და რასაც მოყვა, მერე იმედის кейს მოყვას ვაჟორის მიშა სააკაშვილის გადადგომა და არჩევნების დანიშვნა. და ეს დასავლეთის ზეწოლით მოხდა, დასავლეთმა აიძულა მიშა სააკაშვილი, რომ არჩევნები დაენიშნა. ეხლა იქ არჩევნებზე რა მოხდა ეს ალგე თემაა, მაგრამ ეს იყო დასავლეთის ზეწოლის ქვეშ იმედის кейსის გამო ზუსტად, ხო? და ეხლა აი ეს პერსონაჟი, კარიკატურული პერსონაჟი გამოდის და ამბობს, რომ თურმე უცხოელებს დაუვალებიათ სააკაშვილისთვის იმედის დარბევა. ეხლა აი წარმოიდგინეთ, ვინც ამას ეხლა ესენი რომ ყველაფერზე ხელის მომწერები არიან, ნებისმიერ სისულელეს რო იტყვიან, მაშინ რომ ამ ბუჩქებში იჯდან, არ ვიცი ეხლა რამდენი წლის არის, შეიძლება საერთოდ ბავშვიც იყო, ხო? და აზრი არ არის მაშინ 2007-ში რა ხდებოდა და ან თქვენ სად იყავით, ამე სად ვიყავით და ჩვენ რას ვებრძოდით, ხო? ეს ერთია, მაგრამ ნუ ეხლა ყველაფერზე ხელის მოწერა, ხო? ეხლა მე მაქვს შეხვედრები უცხოელებთან და რას ამბობენ, იცით რომ აი ესეთ
აი ესეთ უტიფრობასო რუსები არ კადრულობენო რა. აი ამათ რო რიტორიკა აქვს ანუ ეს რაღაც თითქოს ბატონგია როგორ ფიქრობთ ივანიშვილის ტაქტიკა ასეთი ანუ ყველა იქიდან დასავლეთიდან გადმოდგმულ ნაბიჯზე იქნებოდა ბიზნესის დასანქცირება თუ რაღაც თქვათ განცხადებები თუ რეზოლუციის მიღება ყველაზე ასე პასუხობენ და პლუს არა მარტო რიტორიკით არამედ ქმედებით ხო რაღაც უფრო უარეს კანონებს იღებენ და ასე შემდეგ ცილის მწამებლური ტონით ეხა ჯერ ეს ერთი ბრიტანეთის სანქციები ესე რომ გამოდიან რომ აი ისჯება და აი ისა და ჩვენ შიგა საქმეებში ჩარევაო შეკაი ადამიანო რას ნიშნავს სანქციები აი აუხსნი ძალიან მარტივ ენაზე ხო თქვენ რომ გამოდიხარ და დღედაღამე აგინებთ იმ ბრიტანეთს იქნება თუ ევროპას ხო დღედაღამე ამით ხართ დაკავებული ლანძღავთ ეხლა ის სანქციებით რას გეუბნება შეკაი ადამიანო ლანძღავ შეურაცხყოფას მაყენებ ეს კი არ გინდა ხო ჩემთან მეგობრობა შესაბამისად არც მე არ მინდა და მე ჩემი კომპეტენციაში რაც არის იქ ვაწეს არ მინდა რა შენთან ურთიერთობა რა ვინმე ეხვეწება წავიდნენ გახსნა ყაზახეთში ანგარიშები კაცო რუსეთში გახსნან ანგარიშები ხო საბოლოო ჯამში მაინც აქამდე მივლენ და რუბლებზე გადავლენ იმიტომ რომ წვდომა დოლარზე ფუნტზე და ევროზე აღარ ექნება ცოტა ხანში აქამდე მივლენ. წავიდნენ და იყო ვისაც უნდა მეგობრობა იმასთან იმეგობრო რა შუაში აქვს საშინაო აქ შემოგივარ და თავის იურისდიქციაში რაც არის ითხრა რომ არა ძმაო არ მინდა რა შენთან ურთიერთობა რა ხო და თუ და სხვებსაც უთხრა რომ თუ ეხა ამასთან გექნებათ ურთიერთობა არც თქვენთან ურთიერთობა არ მინდა ეს არის სანქციები რა შუაში აქვს შიგა საქმეების ჩარევა და ეს ბჟუტური უაზრო რა